Ძვირფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმებით ჩვენი გაცემის სტუმარი ვახო მეგრელიშვილი. ვახო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს გადაცემის სტუმარი ხარ. იმედია უყურებ ხოლმე, ხო, ჩემს გადაცემას? კი, როგორ არა, განსაკუთრებით ზუსტად ჩემზია. შენზე როა უყურებ ესე იგი. ხო და ისმე, ხო, ჰა? მადლობა რომ დამთავრდი და მოხდი მიირთვით ჩვენი გამოგონებები. ყოველთვის მოვიდოდი როგორც კი დამპატიჟებდი. ხო, არა, იცი რა, საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, ხო? რას მეტყვი, შენ როგორი იდეა გაქვს? გაჩნია ვისთვის რა არის საინტერესო? ზოგადად რა, კაცობრიობისთვის. კაცობრიობისთვის კი ბატონო. კაცობრიობისთვის ძალიან საინტერესო თემები, ძალიან, გუშინ წინდელი პარლამენტის ხდომებიდან დავიწყოთ თუ გინდა. შენ ძალიან პასიურობდი ის დღეები, იმიტომ რომ ნაციონალების შემოსვლით რეალურად არ ეცალათ, ანუ რომ შენ გაეკრიტიკებინე ვინმეს, ხო? გადამფარეს ნაციონალებმა. ხო, არა, ანუ როგორ შეაფასებდი? ისტორიული დღე იყო, დასრულდა ასე ვთქვათ 7-თვიანი მუშტიკრივი და ეხლა უბრალოდ მუშტიკრივი ფართო არეალზე და ეხლა კონცენტრაცია განიცადა პარლამენტის შენობაში. და ჩემი აზრით, ბევრად უფრო სანახაობრივი იქნება, ბევრად უფრო საინტერესო იქნება და ბევრად უფრო უსაფრთხო. უსაფრთხო რატო? ჩხუბი. ჩხუბი იქნება რა, როგორ? იზოლირებულია, შენობით იქნება, შენობით ქვეყანაში არ განიღვრება. ანუ გარეთ არ გადაინაცვლა, იქნება შიგნითვე მოკვდება ბაზარი, ესე რომ. ყოველ შემთხვევაში რაღაც თვალსაზრისით დაკვირვება იქნება მარტივი ამ ყველაფერზე, ბევრი კამერებია იქ, ბევრ ოთახში არის ლაივის საშუალება. მოკლედ ჩემი აზრით, შენი მაყურებელი და ზოგადად საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი უნდა იყოს ამ დღით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველივე დღეს ძალიან საინტერესო იყო. თქვენ ალბათ იმიტომ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, რომ უფრო რაღაცა საშუალება მიეცით, რომ ყველას თავისი ის ქონდა. ერთმანეთთან დავტოვეთ პირველი დღე მივეცით ერთმანეთით, რომ ეს სიამოვნებთ საქართველოს ცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. არ ჩავაშკამე. არჩა, ესე სულ ლაივი გაქვს ჩართული სხდომაზე, ხო? სულ არა, ანუ ეს ვთქვათ, რაც უფრო მეც განვითარდები, მეც რაღაც ტრენინგებს გავივლი და ასე შემდეგ, დაგეწევი, ვეცდები ყოველ შემთხვევაში, რომ დაგეწიო, ვისწავლო და უფრო მხიარულად და უფრო საინტერესოდ გავაშუქო პარლამენტში მიმდინარე ამბები. ანუ რატო გაქვს ჩართული ხოლმე, ანუ რომ ასმენინებ ხალხს ამ ყველაფერს თუ თუ ირონია სამზარეულოში ვახედე. თუ ირონია რაღაცა ისეთი, ირონია მეხმარება, ირონია და ზოგადად იუმორი მეხმარება იმაში, რომ ბევრმა ადამიანმა მოგვაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ფულს ვერ უხდით, რომ ადამიანებს ყურადღების მოგცეთ, ფული არ გვაქვს რა და სხვა გზები არ ვიცით, როგორ მივიზიდოთ ადამიანების ყურადღება ერთი და მეორე, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, აი მაგალითად რაღაცა სამზარეულოში შეჭყიტინება პარლამენტის, რაც იდეაში არასოდეს არავის არ გაუკეთებია აქამდე. იმიტომ პირველივე ეფექტი იყო, რომ გუბაზი მოვიდა თქვენთან, ხო, გუბაზ სანიკიძე. ხო, ბატონი გუბაზი მოვბრძანდა. ხო, მოვიდა და აი რაღაცა ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდათ. ის მე წინასწარ განწყობა მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, წინა წარსულში რა იყო, მომავალში მე მზად ვიყო მეგობრობისთვის. ანუ ყველასთვის თან მზად ახარ მეგობრობისთვის. აბსოლუტურად. ირაკლი ყობახიძესთანაც შეგიდეი მეგობრობა? უკვე დავმეგობრდი ირაკლი. როგორ? რანაირად? 10 საათი ერთად ვიყავით შარლ მიშელის თუ დენიელსონის შეხვედრაზე და მეტი რა გზა იყო. და დამეგობრდით. ყველანი დავმეგობრდი. იმიტომ ეგ დენიელსონის შეხვედრა იყო ყველაზე გამორჩეული, შენ იყავი მანდ ყველაზე გამორჩეული, იმიტომ რომ 10 საათი ველოდებოდით ამ ყველაფერს, რომ აი რა მოხდებოდა და უცებ გამოდიხარ შენ. და დგები ამ ტრიბუნასთან და აი გენიალურ რაღაცა, აი მე ახლა აქ ვიყავი, ვერაფერი ვერ გავიგე აქ რა. რა მოხდა? ანუ საქმე რაში იყო რა, რომ ეს იყო რაღაცა 10 საათი, ანუ ზოგადად 10 საათიან შეხვედრაზე ვიყავი პირველად. ხო. 10 საათიდან ჩემთან შეხვედრა იყო 15 წუთი. ანუ 9 საათი და 45 წუთი სხვებს ველოდებოდი რა. და მეგონა რომ კაცო იმათაც მე ხო ვილაპარაკეთ 15 წუთში რაღაც მკითხეს ვუთხარი რაღაცა მე რაც მინდოდა ვუთხარი მოვასწარი რა და ეს 9 საათი და 45 წუთი ხო ლაპარაკობდა ხალხი ხო
ხო და დენიელსონი ჩამოვიდა გითხარო თქვენგან არაფერი არ გამოვაო და მე წავედიო გადაიკიდა ჩანთა და წავიდა მართლა? კი მართლა ესე იყო ეგრე აიბარგა და წავიდა. აი ესე 5 წუთში დაგვეშტვა წავიდა რა ხო და რა უნდა გამეგო მართლა უნდა გამეგო სულ 15 წუთი იყავი შენ რა უნდა ვერაფერი ვერ გავიგე. უბრალოდ იქ გავიცანი კობახიძე და გავიცანი ასე თქვა მთელი პოლიტიკური სპექტრი რომელიც ერთად ვიყავით ამ პერიოდის განმავლობაში ბევრად უფრო ახლო. არა მე რა მაინტერესებს ეს კობახიძე ახლო ურთიერთობაში ანუ ისეთია როგორც ეკრანზე არის ხოლმე. იცი როგორ არის ჩემი აზრით წინასწარ განწყობები არსებობს ადამიანების მიმართ. ეხლა კობახიძეს მასე რო არ შეხედო აი კობახიძე რო ყველა რო კობახი აი კობახიძე მეთქო ვაა ხახახა არაფერს განსაკუთრებულს ეს ადამიანი არ იძახის სინამდვილეში რა. არის ქართული ოცნების ყველაზე ადეკვატურად გამხმოვანებელი ჩემი აზრით ყოველ. ადეკვატურობასაც დაინახე მითხარი ახლა ქართული ოცნების გამხმოვანებლებში ადეკვატურია ყველაზე. ქართული ოცნების გამხმოვანებლებში ადეკვატური არის ირაკლი კობახიძე? აბა გახარია? გახარია აღარ არის ქართული ოცნების. ხოთი მაგას გეუბნები ზუსტად. ანუ ირაკლი კობახიძემ რო თქვა ახლა ბოლოს რომ გახარია და სააკაშვილიო გადატრიალებას ახდენდნენო. კი ბატონო. აი მან რა ადეკვატურობა დაინახე, ეგ მითხარი უბრალოდ. ზუსტად დავინახე. მაგაზე ადეკვატური რა შეიძლებოდა გაეკეთებინა კობახიძეს. კობახიძეს უნდა რომ ერთი ქართული ოცნების ამომრჩეველიც კი არ გაატანოს გახარიას. ამაზე ადეკვატური რა უნდა გაეკეთებინა. ცოტა ხნის წინ ხო რა ვიცი, ჩვენც და ყო ნებისმიერი ოპოზიციური პარტია მიშას ბულინგს ვექვემდებარებოდით, მიშა ნუ მართავდა, ასე შვებოდა, ისე ხო შვებოდა. ხო გამოუვიდათ, ხო აიღეს 48%. ეხლა გაექცათ პრემიერ-მინისტრი. რა უნდა გავაკეთოთ პრემიერ-მინისტრის გასანეიტრალებლად? არც ერთი ადამიანი როგორ არ გავატანოთ? ესე იგი მიშაზე უარესი მიშა უნდა გავხადოთ, ხო? ლოგიკა რატო არ არის ადეკვატური ეს კაცი ვერ გავიგე რას ეჭვი. ზარღად ლოგიკაში მართალი ხარ, ხო? ნუ აი თავისი გადმოსახედი და სწორია, ხო? ეგეთი მართალი ხარ, კი. ერთი ეს თემა არის კიდე წყლის თოფებით რო დავხვდით, ანუ ეს წყლის თოფების წუწაობა პარლამენტში მოდი ამიხსენი რა. არაფერი მოგერიდოს, ყველაფერი. არა, რა პრობლემა. არაფერი დამიმალოვა ხო? რა გაინტერესებს? აი ეს წყლის თოფების ეს პერფორმანსი. იყო ეგეთი ამბავი რა, რომ ნუ როგორ მაყურებელმა რო იცოდეს რა, ნუ ეს მე ორჯერ გავიარე სირცხვილის კორიდორში. ერთხელ ნაცემმა მომეწყეს, მეორედ ხოცემმა მომეწყეს რა და რაღაც ხონა გვექნა რა და ფიქრობდით რა გვექნა სანაძლეო ქონა დადებული იაგოს და სანდროს ხინკლებზე შესვლა არ შემოსვლაზე რა. ხო, მაგრამ ნუ ეს რაღაცა საკმარისი არ იყო და კიდე რაღაცას ფიქრობდით და რაღაც იაგომ თქვა რომ მოდი წყლის თოფებით დავხვდეთ და გავწუდოთ ზაფხულიაო რა. მაგრამ რად გინდა გასაბერი ეკლესიასავი დაგვემართა. ანუ გასაბერი ეკლესია ხო იცით რომ არ გაგვიბერია არასოდეს, მაგრამ თელმა საქართველოს ხო იცით რომ გასაბერი ეკლესია გაგაბერი. არ გაგიბერია. ჟურნალისტი მოვიდა და გვაჩუქა თოფი რა. ხო და ეხლა ჩვენც რა ვიცი მე სტრატეგიული ადგილი მქონდა ნაპოვნი რა, საიდან შეიძლებოდა თავდასხმა. აი პირდაპირ როგორც შემოდიხარ ცენტრ, აი ღობეები როა, აი ორმაგი ღობეები როა. აი პირდაპირ იმის თავზეა და ვარიანტი არ არის აცდინო რა. ნუ იქ გამოვედი რომ შემესწავლა სწორად მოვიქეცი თუ არა და გადავიღეს ფოტო და ამ ფოტომ გასაბერი ეკლესიის როლი შეასრულა ფაქტიურად. ხო, ფაქტიურად. ანუ აღარ იყო საჭირო, აღარც გაწუწვა, აღარც რეალური თოფები რომელიც ჩვენ ესე დიდები გქონდა, აი ნაპორით რო ისრო და ვეღარ გამოვიყენეთ. მე ერთ მაჩი გეწუწავოთ მე რატო? ერთ მაჩი ვიწუწავეთ. აი ერთი ესეთი კითხვა. ამბობენ, არ ვიცი მე საიდან მოიტანეს ეს ჭორი, ვახო? არ ვიცი, მართლა გეუბნები მე არ ვიცი რომ ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩეო მარიხუანას ეწევიან. მე საიდან მოიტანეს ესეთი ჭორი? მე არ ვიცი. აი მითხარი რა პასუხი გავცე იმ ხალხს, ვიც ამას ლაპარაკობს. ბიჭო, ეთქვა საკონსტიტუციო გააბაზრა. რა ვიცი, მოუგეთ და პროცესი მოუგეთ და ცრუჩვენება ხო აკრძალულია. ხო. და იქ კითხეთ რა საკონსტიტუციო სასამართლოში და მეტი გზა არისო უთხარის და ახლა ხო არ მოგატყუებს შენ. ნათქვამი მაქვს. თუ ეწევით მარიხუანას. კი, და არ შეიძლება რომ მარიხუანის მოწევის გამო ხალხი ციხეში ჩასვა. ეგ რა თქმა უნდა მე მაგაში გეთახმები რომ მარიხუანის გამო ციხეში ადამიანები არ მოჯდებოდნენ. ხო და მაშინ რა მინდა ეხლა არ მინდა რომ ეხლა მარტო წვენზე რომ გადავიაროთ ეხლა ახო. ხო და კამფეტები მაქვს, რაღაცები მაქვს. აუ მე არ ვიცი ჯოინტს მომაწვდიდი. ხო. ნამცხვარი მაქვს, ტკბილი
ნამცხვარი მაქვს ძალიან კარგი. ხო და რაღაცა ცოტა ჩვენ ისა ვქნათ ახლა ტყვილი გვესიამუნებ რა სიტყვი. ხო და მართლა რა მოხდება ახლა ვარო შოუს პირდაპირ ეთერში და ნამცხვარი ფიქრებენ ვანო? რას? რომ აი ეგ შემოსვლამდე რომ ბევრი მოვწიეთ. იფიქრო. იფიქრო? კაუჭეს მომე. აიღე ესა, აიღე. დაგეხმარები. მოდი კაი. მადლობა. აბა შეხედეთ მე გამოვაცხე. ფენები კაი გამოვიდა. ხო და უტაბე რა გამი რატო რა უნდა კითხო? წაიღო ხო? წვენი. კაია. მაგრამ ხო, ამ პერფორმანს მაგრამ სერიოზულად გაგვიკეთეთ. ეს მართლა რო ბარემ როდესაც ქართულ ტელევიზიაში ეს ამბავი. ბიჭო რა ისე პირდაპირ ეთერში არ შეიძლება მოწევათ თორე რა? დაგვაჯარიმებენ. ხო. დაგვაჯარიმებენ ხო. იცი რა უნდა კითხო? აი ახლა მაგალითად ხო გაიყო გირჩი რა. ახლა თქვენ რომელი გირჩი ხართ? აი როგორ უნდა განგასწოროთ? Original blend. ორიგინალი გირჩი. ერთი გირჩი არის ჩვეულებრივი გირჩი და მეორე გაჩვრეტილი. აი გაჩვრეტილით შეიძლება მივხვდე რომ ის მეორეა. ანუ ემბლემა ესეთია, ანუ ერთი და იგივე გირჩი, უბრალოდ ერთი გაჩვრეტილია. არა, რაღაცა ისეთ სახელიც რო შეცვალო მაგალითად. ნუ ახლა მეორე მხარესთან არის ეგ პრეტენზიები, მე რა ჩვენ რაც ვიყავით ის ვართ და მეორე მხარემ ასე თქვა იგივე ბრენდი აიღო და შესაბამისად სრული უფლება აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ინტელექტუალურ საკუთრებას არ ვცნობთ. ხო რაღაცა ზურაულო და ვახო ნარინი, ან რაღაცა ესეთი განმასხვავებელი რაღაცით ხო შეიძლება რომ გაიყო რაღაცა გაიყო სამეფოს და ასე შემდეგ. არა, სამეფო ჩვენთან არის სრული შემადგენლობით, მეფიან პატრიარქია. აი ახლა გადავდივართ მაგ თემაზე ვახო. გადავიდით. გირჩის სამეფო. აჰა. პარლამენტში არსებობს ესეთი გირჩის სამეფო. აი მოდი ახსნათ ახლა შეიძლება შენთვის ეს საერთოდ არ არის საღადაო თემა და ვიციო სერიოზულად უყურებ ამ ამბავს. მაგრამ მოდი სერიოზულად შევყო. მოდი ახსენდი რა არის გირჩის სამეფო რა. ხო, გირჩის სამეფო არის ადამიანების ორგანიზაცია, ვისაც გვინდა რომ საკუთარი თავები დავიცვათ. ანუ გარე სამყაროსგან, სადაც ადამიანებს უცნაური აზრები აწუხებთ. ერთი ამოცანა ეს გვაქვს და ერთნაირი შეხედულებები გვაქვს სამყაროს. ანუ თავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ჩვენ ყველას გონია რომ ყველას დიდი ბოროტება არის ადამიანებზე ძალადობა. ხო, რა თქმა უნდა. ხო, თუ ანუ ადამიანებზე ძალადობის მიღმა ყველაფერი მოსულა. აი ესეთი პრინციპებზეა ჩვენი სამეფო დაფუძნებული. მას მე რაც გირჩიდან ზურა წავიდა და კრიზისი დაიწყო ჩვენს პარტიაში. ჩვენმა მეფემ და პატრიარქმა იკისრეს კრიზის მენეჯერების ფუნქცია და ფაქტობრივად ჩვენი ნუ უწევთ გავარჩიოთ რა მეფემ და პატრიარქმა. ანუ მეფე ვინა? თავარმა უდადასახულმა. მეფე გახლავთ ჰერმან პირველი საბო, რომელიც უკვე ვინ არის? აი ადამიანი ხო? ჰერმან საბო? გირჩის წევრია თვითონ პარტიის. ჰერმან საბო იყო ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე. რატო არის ეს სასაცილო? ჰერმან საბოზე სიმპათიური ახალგაზრდა მეფე მე არ მიცდილა საერთოდ სამყაროს. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. არ ახსოვს ნამდვილად. და რაც თავარია ის მეფე არის არა შთამომავლობით ან გენეტიკურად, არა ეს არის მოწოდებით მეფეა რა. ანუ როცა საზოგადოებას ხალხს ჭირდება, ის თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და საქმეს აკეთებს. ჩვენ ესე უყურებთ მეფეს. ამ მეფეს რო რამე არ შეეშალოს, რამე მორალური პრობლემა რო არ დაუდგეს, გვერდზე უდგას მთავარი მღვდელმსახური ლევან ჯგერენაია. ეს ორი კაცი, როცა ჩვენ გვაქვს კრიზისი ორგანიზაციაში, არიან ერთპიროვნული მმართველები. აი, ფორმალურ მმართველობას რო ვეძახით რა, ოღონდ ესენი მმართველები არიან და ფაქტობრივად გირჩმა წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ტრადიციული მოწყობის ფორმა არის კონსტიტუციური მონარქია. გვაქვს კონსტიტუცია. ხო, თქვენი გაქვთ კონსტიტუცია, დიახ. რამე განსხვავებაა ჩვენსგან საქართველოს სრულიად განსხვავებული კონსტიტუცია, წმენის დონეზე არის განსხვავებული და ჩვენ საზოგადოება რა აქვს განსხვავება ერთი მაინც. აი მაგას გეუბნები რომ ჩვენ მარტო ჩვენ რწმენაზე ვწერთ, ჩვენ როგორ ცხოვრობთ, აი მაგალითად კონფლიქტს როგორ ვაგვარებთ, ფული რა გვაქვს, ხელმძღვანელობა როგორი ყავს, რა შემთხვევაში კრიზისის დროს, ჩვეულებრივი მშვიდობიანობის დროს როგორ ცხოვრობთ, ეგეთი კონსტიტუცია გვაქვს ჩვენზეა რა. შენ შეგიძლია რომ შემოუერთდე გირჩის სამეფოს, თუ კონსტიტუციას დაეთანხმები და ჩვენს ვალუტას იყიდი. ანუ ვალუტაც გაქვთ. ვალუტაც გვაქვს. რა ვალუტა გაქვთ? ვალუტა ქართული დოლარი.
ქართული დოლარი ესე და ქართული დოლარი, ეგრეთ წოდებული ჯედი, ანუ ჯორჯიან დოლარი, ესე ხო, ჯედია. როგორ ანუ ქართულზე სად ხარჯავ, რომელ მაღაზიაში შევდივარ, ყიდულობ ქართულ დოლარს. ჯერჯერობით ჩვენს მაღაზიაში შედიხარ, იქ ჩვენი მაღაზია. ედი მაღაზია გაქვს. კი ბატონო, გვაქვს. ხო. მოლების თქვენი გაქვს თუ როგორ არის? ერთმანეთამდე ცოტა შორს არის, მაგრამ ეხლა ჩვენი ვალუტა გახდება კრიპტო. კრიპტოვალუტა იქნება. ხო, გავრცელდება მთელ სოფლიოში და მერე გვექნება ჰიპერმარკეტი. გასაგები, აი მოდი ახლა ისევ ლაშქარს იმას დაუბრუნდეთ. ლაშქარიც თუ ყავთ თვითონ? კი, ეხლა ორგანიზდება, ეხლა შეიქმნა ლაშქარი და მართლა სერიოზულად კი. თქვენ გირჩის სამეფოს აქვს თავისი ლაშქარი. დიახ, Facebook ლაშქარი ყავს. Facebook-ზე ომობენ? ნუ რა ვიცი, ჯერ იდეებზე ომობენ რა. რა მნიშვნელობა აქვს ეს იდეები Facebook-ზეა თუ რაღაც. ანუ პოსტებით ომობენ რეალურად. პოსტებით და კომენტარებით ომობენ. კი ბატონო. გირჩის ახლა შერათანამდებობა გაქვს გირჩის სამეფოში. გირჩის სამეფოში მე ვარ, საერო ნაწილში პოლიტიკოსი, ანუ წარმომადგენელი გირჩის საზოგადოების გარესამყაროსთან და რელიგიურ ნაწილში ვარ მიტროპოლიტი დიღმის და ტონგას. დიღმის და ტონგას? შენი ბაჩორის. მე დიღმის, ანუ ესე იგი შენ ეპარქიაში შევდივარ. ეპარქიაში შემოდიხარ შენ? არ იცოდი ხო? არ ვიცოდი ისე და დიღმი და ტონგა რატო აარჩიეს, რა ქვია, წყნარი ოკეანის კუნძული. მე ესეთი იდეა მქონდა, რომ როცა ჩვენი რელიგია სამყაროში გავრცელდება, სადმე სოფლიოში იყოს წერტილი, სადაც მე ჩამესულება და რომ მისიონერული საქმიანობა ვაწარმოო და ეს კუნძული, სადაც რაგბის კარგად თამაშობ. კარგად თამაშობენ რაგბს, ტონგას ნაკრები ზაადოგარი. ვა, სერიოზული გეგმები გქონია ვახო. კი, სერიოზული. რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოგიბართოთ. ვახო. აი, იცი რა არის კონკრეტული მიზნის გამო შეხვედით პარლამენტში თქვენ. ხო, რაღაცები გინდა თუ თქვენ გააკეთოთ. დიახ. სულ სამი კაცი ხართ. ხო, და აი რა არის კონკრეტულად რისი გაკეთება გინდათ? მე მინდა სკოლა და რომ სკოლის გაკეთების მასწავლებლობა მინდა. მე მინდა რომ მასწავლებელი ვიყო და მაგის გაკეთება მინდა. მე იყავი მასწავლებელი, მინდა გიშა. შენ მიშლი, ანუ შენი ძვირფასი ქვეყნის პარლამენტი ჩემნაირ ადამიანებს არ აძლევს მასწავლებლობის საშუალებას. ვიცი სკოლა გაქვს გახსნილი. ხო, გახსნა, აი წარმოვიდგინე, სკოლის გახსნა შეგიძლია და მასწავლებლობა არ შეგიძლია. ხო, ნორმალურია ეგ ამბავი. ანუ მასწავლებლების დაქირავება შეგიძლია და შენ რომ მასწავლებელი იყო, ეგ არ შეგიძლია. ხო. ეგ სისულელე მგონია და ეგ ამას გასასწორებელია, იმიტომ რომ სხვანაირად ისეთ სკოლას ვერ გავაკეთებ, როგორც მე მინდა. იაგოს უნდა მოსამართლეობა. ანუ მართლა მოსამართლეობა უნდა და იდეაში როგორც ჩემთვის არის პედაგოგის პროფესია რაღაცნაირად გადაკეტილი ხელოვნურად, იაგოსთვის არის თავის პროფესია გადაკეტილი. სანდრო ყავს ეკონომისტი რა, რომელსაც იდეა აქვს, რომ თავარი პრობლემა და თავარი უბედურება ქვეყნის გონია ფული, ლარი. ეროვნული ბანკი რო ყავს, რომელიც ამას უფასურებს და ადამიანებს აღარიბებს და მოკლედ სანდროს უნდა რომ ეს პრობლემა გაარღვიოს და რაღაცა უქნას და დოლარის გამოყენებაც შეეძლოთ ადამიანებს შეეძლოთ ფულის გამოყენება, რაც თვითონ გაუსწორდებათ და ენდობიან რა. ესეთი იდეები გვაქვს. გვინდა რომ ლეგალიზაცია გავაკეთოთ კანაფის ქვეყანაში და რა ვიცი, ამოვისუნთქოთ აქ ადამიანებმაც და ტურისტებიც შემოვიდნენ და ნორმალურ საზოგადოებას დავემსგავსოთ. ანუ ფაქტობრივად მაგის გამო ახლა ყველა ბევრი გებრძვის სიმართლე გითხრა ლეგალიზებაზე. ხო? გებრძვის, რავი, რატო პარლამენტში ვართ, სინამდვილეში ლაპარაკი შეგვიძლია ამ თემებზე, რო ველაპარაკებით ჩვენს კოლეგებს უკვე ხვდები, რომ როგორც ჩანს ჩვენმა ამ წლების განმავლობაში ნამუშევარმა გარკვეული გავლენა მოახდინა და ისინი უკვე აღარ ხვდებიან ამას რაღაც სიგიჟესავით. კი მომიტანენ ამ ცხარი, მაგრამ უკვე ახლა რომ შენ ჯოინტის მოგეწოდებინა, მაინც და მაინც არ აღშფოთდება. ანუ ძალიან ჩეულებრივ პონტი. კი ბატონო, და სულ თხოვენ ხოლმე. სულ გეუნები არის ხო? სულ გეუნები. კი, აბა იქ აქვს არა და გეუნები რომ ნუ ის კი არა ვარ კაცო, არა მაქვს. არა მაქვს, არ მიჯერებენ. ხო. და მოკლედ აი მაგის გაკეთება გვინდა კიდევ. მაგის გაკეთება გინდათ. კი ბატონო, გასაგებია. ხო, პოლიციელების, შერიფების არჩევა გვინდა. ეს იაგოს სფეროდან არის. პოლიციელების და მოსამართლეების არჩევა უნდათ, რომ ხალხმა ადგილზე აირჩიონ თავისი გამოსამართლებელიც და დამჭერიც. და თბილისიდან არ უნიშნავდნენ პოლიციელებს ხალხს
ადგილს რაიონში. შერიფის არჩევა არის ხო ესეთი. კი, შერიფის და მოსამართლეების არჩევა ერთი მიმართულებაა. მე მინდა სკოლა და განათლებაში რომ სახელმწიფო ნაკლებ ცხვირს ყავდეს, ანუ მოკლედ მშობელს რომ შეეძლოს საკუთარი შვილის მიხედო და ამაში არ ერეოდეს სახელმწიფო. აი ეს ნინო წმინდის ამბავიც რო იყო დაახლოებით იგივე პრობლემაა. ძალიან რეალისტული, ჩემი აზრით, პრაგმატული იდეები და სურვილები გვაქვს. მეორე საკითხია, რომ ამ იდეებისთვის და სურვილებისთვის არავის არ ცალია, ყველას ურჩევნია, რომ ერთმანეთს თავპირი ამტვრიოს და ამით ის სიამოვნოს მაყურებელმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მინდა წარმატებები გისურვოთ. მე აი მაგალითად პირდაპირ გეტყვი, რომ თქვენს პარტიას ისე აი ძალიან ისე უყურებ რა, ნუ რაღაცა. როგორ აბა? კაი მხიარულად რა, მე მომწონს, როცა თქვენ ხართ პარლამენტში, სიმართლე გითხრა, არ გატყვი. აბა დაღრეჯილობას რა არის? ხო და მე თავისუფლებას, უფრო მე თავისუფლებას გისურვებთ. აგრეთვე. ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა. Thank you.